მოგესალმებით. ვცდილობ თქვენ დაგემსგავსოთ ჩაცმულობით ბატონო ავთო. გოჩ, მოკლედ რამოდენიმე ადამიანს წარმოადგენს ახლა უკვე სერიოზულად როგორც ბრძანეთ და შევეცდებით რომ ჩვენებული ვერსია გაჩვენოთ. მაინც პროფესიონალი რო დააკვირდება. როგორც პოეტი ლექსად ანუ კონკურსში თლად კონკურსი არა, ჩვენ რო გაჩვენოთ ჩვენი ჩაცმულობა, სტილი, ჩვენი პერსონაჟების, რომლებიც ესწოდენ უყვარ ჩვენს მაყურებს. დიახ. იქნება არ ღირდეს. ჯერ გაჩვენეთ და ღირს თუ არა? დავიწყებთ. ბატონი ავტოცხვიტინიძეს ასაკი არ ეთყობა და დადის მუდამ მაგარ ვიძე, ცნობილი დიზაინერი ჩვენი ავტოცხვიტინიძე. გემოვნება ისეთი აქვს, მსოფლიო მოდას გავკარი. მის შარვაში ჩაეტება 2 ტომარა კაკალი. სამიც გადავიდეთ ბატონ პაატაზე თუ შეიძლება წარმოადგინოთ. პაატა მინდა გაგაცნოთ. მოდაშია შეუვალი, მოსწონს შარვალ კოსტუმი და ზმანი ცოტა ქეჟუალი. ნაღდი კახელი კაცია. ცოტა უნდა მოილხინოს, ერთ ჯიბეში ყანს ინახავს, მეორეში ბოთლით ღვინოს. ურმესი მადლობა ბატონო პაატა. თუ შეიძლება იმერეთის პრინცი. ჩვენი ნიკას ჩაცმულობას შეამჩნევდა თქვენი თვალი. ყველაფერს ადვილად ირგებს. ჩიტო ისაკ ხარბიტანი. ეს სუნამო არ გეგონოთ. წამივიდეს ლამის გული, ნიკას ყოველთვის აქვს ჯიბეთ იმერული ხაჭაპური. მაღალთიანში გადავედით ოდნავ დაბლა. ბატონი მოგელი. ბატონი მოგელი. მომზადი. დამეთანხმეთ რომანს ყუი, რა საოცარი ზმანია. მოზოჯის სულის წანგმელი ჩვენი მოგელი მანია. ამობა მისი კუდი ძალიან გავს კალდეზე არტიოების ბუდეს, შიგნით მეგრული აჯიკა, დამიჯერეთ მუდამუდეს, აკე? ბრავო! თუ შეგიძლიათ რომ მეც წარმადგინოთ ბატონო პაატა. კი ბატონო, ნიკასკენ გადავალ. მადლობა. კარგით, ხოთ ბატონო ვასილ, ახლა თქვენი რიგია. ჩვენი სლებართვის ტანზე კარგად მოკუტკუნდა, მთელი ზამთრის ნასუქია, მის ჯიბეში კალამი და ერთი ცალი ნაზუქია. კი ბატონო. ყოველთვის. ეს მხოლოდ მას უნდა ეცვას, არავინ არ ეცილება. როგორც თვითონ კოლამ გითხრა, კოჭზე იცის შეციება. ეს არის აუცილებელი ატრიბუტი, რომ კოჭებზე როცა გცივად, ამოიწევთ ამ ყველაფერს. კი ბატონო. აი ესე. ადას ბოლო კოლექცია ისე რომ იცოდე. მართლა? ხომ არ ჩამორჩებოდით აბა. შაყირობთ იმაზე, რაც არიცით და მოდაშია. მოდაშია, კი არა. არ შაგირობთ, ავთან ხალები გვაგრათენები. შაყირობთო, რა შაყირობთო. და ეს ის ფერია პანდონმა რო დაამტკიცა. აი, ეს არის ყველაზე კაპუჩინოს ხმერა, კაპუჩინოს ხმერა. ოჩა, ყველაზე მოდური ყოფილა ჩვენი კოლა. მერი გადაცემა საერთოდ. აი, მადლობა ვასილ, მადლობა. დავამთავრებ ისევ ლექსად. დიახ. ავთო, ლექსი მოგეწონა? გაიგიმე, თან არ ბრაზობ. ძალიან გთხოვ ჩვენი შოუს Fashion Week-ი შეაფასო. როგორია? აი ნახე, არავინ არ მისმენს ამ სტუდიაში. არა, ამას გადავჭრით. კარგად თვითავიდან და უნდა გაგვიმეორო. აი, ავთო, ეს უნდა დაამთავრო როგორც დაიწყე ისე. ხო თქვა, Fashion Week-ი არა მოჭრა. არა კაცო. ასე უნდა და სიამოვნებით ვიტყოდი უარს. შევაფასო. დიახ. სიამოვნებით არ ვნახავდი ამ ყველაფერს. დავასვენებდი ჩემ თვალებს, მაგრამ მოდი სერიოზულად ვიტყვი, მართლა ისეთი აქცენტები იყო, რომელიც თქვენ დაუნებურად
არ გაგითვლიათ, მაგრამ ძალიან მოდაშია. მაგალითად, აი ეს ქუდი და აი ეს წინდა. ყველაზე მოდური ქუდი. კი, ნამდვილად. და ესენი. კი ბატონო. დიახ, ეს ვიცოდი მე და ეს ქუდი. და ასევე გამჭვირვალე სათვალე. ამ პერსონაჟს ვაკეთებდით გულწრფელად გეუბნები რა. იცი რამდენი კამათი გქონდა ერთმანეთში. ესენიო რა არის ვისაცია. რას გეუნებოდი მე? მოდური ყოფილა. ჩემთვის ზუნა პატაკი. ესე იგი სხვა სტილისტიკაში რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, გასაგებია. ჩემო ავთანდი, ჩემო და ჩვენო ძვირფასო ადამიანო, ნამდვილად ეხლა ბიჭებს მადლობა. შეგიძლიათ დარჩეთ, დამთავრებისკენ მივდივართ და არავინ არ მეგულება იმ ეპოქაში რა ეპოქაში თქვენ მოღვაწეოთ, ვინმე არ იცოდეს თქვენი შემოქმედება. თითქოს ეთნაირად მოვდივართ ადამიანები თქვენთან ერთად და და მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემს სახთან რომელი მაღაზიაც არის ხშირად ვარ ხოლმე სტუმარი და მაქვს გარკვეული მაისური თქვენი კეპი და ქურთუკი და ვცემ პატივს მართალია მე ჩემი უფროსი ვაჟი წამართლებს ხოლმე მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატივის მცემელი ვართ ჩვენ თქვენი შემოქმედების თქვენი არაჩვეულებრივი ხაზგასმით და ძალიან კარგია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით არაჩვეულებრივი იუმორი ნამდვილად გურული სიდარბაისე პირველ რიგში და მე ეს ხალისი იუმორი დაგვიტოვეთ და გვინდა გითხრათ რომ რა გატირებს არიტირო კიდე მოვალ ერთ სამ წელიწადში ჰე ამოღერღე ნაზუკი სურავში არ დამყოფილი ხურული ბოჭი ეთქობა დააჯექიზე სურავში არ არის დამყოფილი ხურული ბოჭი ისანეო მოწყენილი ნაზუკია და დიდი მადლობა უთხრეთ ყველასთვის ძირფას ყველასთვის საყვარელს ბრავო მადლობა დიდი